რა კაი ქუდი. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ დღეს ვატარებთ ექსპერიმენტს. როგორი იქნება ჩვენი გადაცემა გური სულთანიშვილის მაგივრად. ჩვენ აღარ მოგწონს გური სულთანიშვილი და ჩვენ გვინდა რომ მეორე გურამი. ხო, მივალ შენამდე, გვინდა რომ ის აღარ იყოს ჩვენთან, ამიტომ ჩვენ ესე იგი ესეთი ვერაგი ჩანაფიქრი განვახორციელებთ და დღეს ტელეკომპანია იმეჯში მივავლინეთ, იქ გადაცემაში იქნება და სამაგიეროდ იქიდან მოვიყვანეთ სხვა გურამი. ტრანსფერი. ბარტერი მოხდა რა. მარადონა რო ბარსელონიდან ნაპოლიში გადავიდა საწყალ ღარიბ. მოიწერეთ თქვენი შტაბეშტილებები, როგორ მოგწონთ, რა აქვს უკეთესი, გარეგნობა ნუ გარეგნობა ეხა კი რა თქმა უნდა, ჩვენ ფაველადან ვართ მაინც ანუ. კი ბატონო და მაგრამ აი შევხედოთ საუბრის მანერა მიხრა-მოხრა, ნახოთ. კი ბატონო, დავიწყოთ ჩვენი გადმოცემა. სინამდვილეში რა თქმა უნდა, ეს არის ფრაგმენტული ზამენა, გური სულთანიშვილი აქ იქნება უკუნითი უკუნისამდე 10 და მარადის. თუმცა მართლა დღეს უყურეთ რა გადაცემაშია? არენა. არენაში. არენა ხო დღეს? არენაში უყურეთ. არა, არ არის არენა, რაღაც სხვა გადაცემა. შენ ტელევიზიაზეა საუბარი და დღეს ხო ხუთშაბათი. სირცხვილია. დიდი რიცხვები? ხო, ნამდვილი რიცხვები. ყველაფერი. მე მეპატიება. მე მეპატიება. არა. კარგი. თან ამ გურამის მოყვანას თავისი მიზეზი აქვს. ეხლა ჩვენ პატარა რაზბორკა უნდა გავაკეთოთ პირდაპირ ეთერში. ჰეიტერები არსებობენ ეგეთი ადამიანები. ჩემს შესავალს გავაკეთებ და მე თქვენ ისაუბრეთ. და ახალგაზრდა ჰეიტერებს აქვთ ის თვისება, რომ მათთვის ერთადერთი ორგანული სამყაროა ვირტუალური, სადაც შეუძლია მათი სიზღით საკუთარი ვითომ კაი ბიჭობის გამოვლენა. და როდესაც clear and present danger, ანუ უშუალო საფრთხე არ არის, იქ თავისუფლად შეგიძლია კლავიატურის ლომი რომ ხარ, აგინო ადამიანს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ვირტუალური. გურამს მოუწია ასეთ კლავიატურის ლომებთან და არარსებულ ტიპებთან დაჯახება, მათ საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეს და ეხლა უნდა განვიხილოთ ღირს თუ არა საერთოდ. მარტო მაგაზე უნდა ველაპარაკო? თუ ამით დავიწყოთ. ღირს თუ არა ვირტუალურ ჰეიტერებთან, აბსურდულ ტიპებთან, მე რა რომ მათ რაღაც სახელი აქვს საზოგადოებაში, ძირითადად ნეგატიური. შესვლა კომუნიკაციაში და უბრალოდ შენ იმას ვერ იკადრებ, რასაც ის წერს. და გამოდიხარ რაღაც თავსლავ დასხული. თითქოს და მე ასე არ მიმაჩნია. ხო და ეხა მე ისტორია ხო არ მოღვეთოში. მოკლედ. ისტორიას ძალიან მოკლეა და მოყოლა არ უნდა მე რაღაც ისეთ რაკურსზე გავამახვილებ აქცენტს, ანუ რეალურად მიუხედავად იმისა, რომ ალბათ შექმნის დღიდან ვარ ამ Facebook-ზე დარეგისტრირებული რაღაცა გამოსtildeა, მაგრამ ეს იყო დღეს არის პირველი შემთხვევა, იმიტომ რომ მე არ ვარ ეგეთი საჯარო ფიგურა, უმეტესობა ვინც ყავს და ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ყველა ადამიანი, ვისაც ვეკონტაქტები, ამათი 90% არის ადამიანები, ვისაც რეალურ სივრცეში ვიცნობ. ამავე დროს მე ძალიან კარგად მიჯნავ, რომ რეალურ ცხოვრებაში ადამიანი არის აბსოლუტურად სხვა რამ და არ შეიძლება გაიგივება მის ვირტუალურ, ესე ვთქვათ, ავატართან, ხო? ეს ბუნებრივია. და სხვაობა არის ესე ტელევიზიასა და რეალურ ცხოვრებას შორის, ხო? ყველა ადამიანი რაღაც სოციალურად როლს თამაშობს, გინდა არ გინდა, იმიტომ რომ რაღაცა შეზღუდული ჩარჩოა. მაგრამ აი რა კითხვა ჩვენ წარმოშვი და ჩვენ მე ხა უბრალოდ ზუსტად ერთი წუთი წინ მოვედი და ეთერამდე ვერც მოვასწარეთ ამაზე საუბარი პრაქტიკულად აქ მოგვიწევს პირდაპირ ლაპარაკი. ნუ რაღაცები მე დღეს აღმოვაჩინე რა, რაც ახლა თქვენ თუ შეიძლება არის კარგად ნაცნობი, მაგრამ ჩემთვის არის უცნაური. ანუ მე მგონია ჩემი მიდგომით ისე რომ იქიდან გამომდინარე რომ ეს არის გარკვეული ჩარჩო და ფორმატი, ამ შემთხვევაში Facebook-ი აქ თავისი ენა, თავისი ინსტრუმენტი, ხო, საურთიერთო, მათ შორის ოპონირების თავისი ინსტრუმენტი, კონტექსტიდან ამოგლეჯვა ფრაზა, შეურაცხყოფა ასე შემდეგ. ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს რა. და უცებ აღმოვაჩინე რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან რომ ეს რა ზღვარია, ეს ზღვარი საერთოდ არის თუ არა, მიაჩნიათ რომ ნებისმიერი ქმედება, რაც ის არ გეთანხმება და არ მოწონს, შეუძლია გადავიდეს ყველა ზღვარს. და ეს ადამიანები აბსოლუტურად არაფრით არ განსხვავდებიან აი იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ამ 30 წლის წინ რუსთაველზე პირდაპირ დაიწყეს, ხო, ავტომატებით ერთმანეთის წინააღმდეგ ომი, სამოქალაქო საკითხებზე დაპირისპირების გამო. აბსოლუტურად ძალიან განსხვავდება. მეგონ ჩვენ მოგვიწევს ეგ ერთმანეთს. ძალიან განსხვავდებიან, არის რადიკალურად განსხვავებული. აუ ეგ არის სასწაული. სად აკყავს? გეტყვი? რომელი ბოროტების ხარისხში იყვნენ, ან გაუგებრობის რაზე მაღალ ეგზისტენციურ გაუგებრობის ხარისხში იყვნენ ისინი, ვინც სამოქალაქო ომი დაიწყო. და აი ამ
ერთი რაღაცის ჭუჭხზე როგორ ველაპარაკები რა. გეტყვი რა შეასაკ. ეგენი არიან, ბოდიში, ეგ იცი რა სასწავლია რეალურად, ვისაც Facebook-ზე აქვს უფრო დიდი წილი ცხოვრების, ვიდრე რეალურ სამყაროში. ვირტუალური სამყაროა. არა, უფრო დიდი არა რეალურ ცხოვრებაში, მგონი არა აქვს საერთოდ. ხო, ნუ ეგეც მაგრამ ნახე, როცა ისინი ეხებიან ჩემნაირ ადამიანს, რომელსაც ეს აბსოლუტურად მე ხო რაღაც მხრივ დინოზავრი ვარ. იმათ შენ ადამიანი ხარ? ხო, მაგრამ თუ შემოდის კომუნიკაციაში, უნდა იცოდეს ვის ელაპარაკება. არ შემოდის. არა, როცა იცის, როცა წინასწარი შეცნობით გადადის ზღვარს, ანუ მაგინებს დედას, ეს არ ვიცი შეიძლება თქვენ თვლით რომ ეს საკომუნიკაციო ენა ნორმალურია, მაგრამ ეს ჩემთვის არ არის ნორმალური. ბიჭო. მე ამას წერს ინბოქსში და ეხლა მოხდა საოცარი. ესე იგი, რამდენიმე ადამიანი არსებობს რა ერთი აბსოლუტურად ამორფული ლექსო მაჭავარიანი, რომელიც მეცახელად რეკუსო, ანუ შენი სახე რო არ აქვს, მეცახელი აქვს. ადამიანი, რომელიც ესე იგი დაზიანებული. ძალიან დიდი პატივია აქ მოხდა. კი, ადამიანი დაზიანებული. წმინდა ეთერში. გეტყვი კაცო, 90-იან წლებში დაზიანებული, დაჩაგრული ადამიანი კონკრეტულად. ყველა ეგეთები არიან. ისტორიის ხო ვიცით რა და როგორ და დღეს ადამიანი, ესე იგი, თulis რომ ქუჩის წესებით რომელი წესებითაც ის არის მსხვერპლი. რა ქუჩის წესები? ქუჩის წესებია, როცა ადამიანი არანაირი ქუჩის წესები. ეს არის ქუჩის წესების შემოტანა. ბიჭო, როგორ გითხრა? საერთოდ გვერდზე არ გაუულია მაგათთან, არც ქუჩის წესებს და რომ მიხვიდე და რომ სცემო შეირგებს. Facebook-ზე გადაიზგინებ უკვე არა ქუჩურია, რა ქუჩის წესები. არა, არ ვიცი. ჩემთვის ეს მე ხო დინოზავრი ვარ ამ კუთხით. ჩემთვის ეს არის ქუჩის, ანუ ეხა მე მოვიფიქრე აქედან ამის საწინააღმდეგო ქმედებაც რა, ძალიან მაგარი როგორ უხარიათ ეხლა შენ რო ესე ხარ? არა მე ესე არა ვარ, მე უბრალოდ მოვიხედე და არა მეორე შენ ის ქემაიც ჩვენ ხელა ეგზისტენციაში აფიქსირებ ხა შენ რეალურად. ის ტიპს რომელიც არ ილანდია. არა ის დაფიქსირდება და გეტყვი როგორ ეხა აუცილებლად რა. ის დიდი მაინც არის და ის მეორე არსება ბერძენიშვილების შვილი, რომელსაც გადაამეჭარბა. კი, ზურაბი. ორივე შვილი როგორ არის? ბერძენიშვილების შვილი. ბერძენიშვილების შვილია ხა. სულიერად ახორცო და ორივე შვილია ცხადია ხა ესე და რა გინდა რა? ადამიანი რომელიც ესე იგი გადაამლაშა გინებაში, ბილწვითხოვობაში ამას წერს პირადად მოხდა საოცარი შემთხვევა, ანუ ეგეთი პრაქტიკა არ მქონია რომ უცებ ხედავ რომ პირად შეტყობინებაში მწერს და ვურეკავ, რომ რა უნდა დაველაპარაკო. და არიღებს და წერს ესეთ რამეს აგერ მაგ ტელეფონზე ჩანაწერი რომ მომწერეო რა ვირტუალური ბათლი გავმართ და მეღა რა მომწერე ბიჭო უყურე შენ რა ვირტუალური და ვილაპარაკოთ რა უნდა ელაპარაკო ლაპარაკი შენი არის ჯერტი არიცი რომ ამათ თაობას ზარი მაგრა არ ევასებათ არა ეგ აქ არაფერ შუაში არ არის თქვენც არ გევასებათ ზარი ასთან არ მოსწევ მაგრამ თუ საგინებელი ინტროვერტების თაობაა ჩემზე ხა ინტროვერტი ადამიანი იშვიათია მაგრამ ეხლა რას არა ერთი წუთით შენ არიცი რა არის მათი ინტროვერტიის ხარისხი ზარს აღიქვან შეურაცხყოფად და საშინელებად თუ ურეკავ ეს არის ეხლა კარგი მაშინ საქმეზე რომ მირეკო მირჩევნო მომწერო ხო და ისედაც არ გევასებათ შეხვედრა მე გეტყვი მაშინ შემილია რომ ზარზე მე გეტყვი კონტრქმედებას სადღაც ქუჩაში ეს ხალხი რო შემხვდება რა მე არა გეტყვი რა მათ მოუწევთ იმ ყველაფრისაც მომწერეს გამეორება შემოხება კარგი გურა კარგი და შესაბამისად ამის შედეგად მიიღებენ ზუსტად იმ პასუხს იმიტომ რომ ხვალ მოგწერს აი ხა ამას ვლაპარაკობ ხვალ მოგწერს 200 ეგეთი და მე რა 200-ს ეჭუბები და ვის ეჭუბები და მათი მიზანი ეგ არის რასაც ეს ადამიანები ხო შენ დაფიქსირებულები არიან ამ სბროდს უხარია აი ამ ჭუჭყებს უხარია შეხედე ეხა შენი ეს არა ვარ მართალი აბა შეხედე იმათ ხავში ვერ მოხდები ეს ბროდი და ჭუჭყი არის როგორც არსებობდა იმ 90-იან წლები რო გავიხსენეთ გარკვეული იერარქია ხო ვიღაც ქუჩი შპანა და ბესპრიძელშიკები და მე რაღაც ზედაკლანები რა ფარველა საერთოდ შეხება არა გეტყვი აი ამ ზბროდის შედეგად ჩემ აბსოლუტურად პრივატული ლაპარაკი ადამიანთან რომელსაც რეალურ სამყაროში ვიცნობ და იქიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა ესე იგი მიაწოდეს ქალბატონ დეპუტატს რომელიც რატომღაც ვაკის მაჟორიტარი ვერასდროს ვერ გახდება ესეთი ქალბატონ ხოშტარიას რომელიც დიდი ამბით გამოფინა გააკეთა ინსპირება ეკლასტერია ეგეც მაგათი უფროსი ეგ არის მაგათი უფროსი ეს არის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი პარლამენტის წევრი და ხვალდაზე თulis უნდა მოვიდნენ ეგენი ხელისუფლებაში და შესაბამისად უნდა გაატაროს ზუსტად ის რეპრესიები რაც თავის დროზე გაატარეს დავიწყოთ იქიდან რომ გურამ შენ და მეც და ეს არ გამოვა გურამ შენ მეუნები რომ ეს არის არასებული სამყარო ჩვენის ვალდებულება გვაქვს და ვიტყვენ კიდევაც არ ვწერს იმას საჯარო პირები ვართ და ჩვენ გვაქვს თქვენის ვალდებულება ეს ერთი მეორე
რა ვიცი, აი რაღაც ზარბაზანი რო გქონდეს და იქ რო იყოს ქინქლა. და ქინქლამ რო გიკბინოს და ოდნავ ოღონდ და გაფრინდეს და შენ ზარბაზანი რო ესროლო. აი ისე უხარიათ, რასაც შენ ამბობ, რომ მათ ქუჩაში რაღაცას მოსწყო, ვის მოსწყო. არა ბიჭო, ქუჩაში რო შეგხვდებიან, რა შეიძლება თავს დახრიან, გამარჯვებას გეტყვიან. მე მქონია ეგეთი შემთხვევა, ზუსტად უყურე ეგეთი შემთხვევაზე, ზუსტად ეგეთ შემთხვევაზე მე შემხვდა. არა, იცი, ჩემი მენტალიტეტი რომელმაც, ანუ რო შეხვდა, მეთქი ეს ეგ არ არის და ნუ პირველი რას ფიქრობ, ხო, ეხა პანჩურს ამოვარტყავ რა ამას რა. ანუ ტიპმა უცებ თავი დახარა, გამარჯობაო და გავიდა სადარბაზო. და გურის რომელიც აქ არის. ესე დაურჩი. გურის ხდებოდა ლივჩი ეგეთი ტიპი. მაგაზია საუბარი. ერთად შეხვდა. ხო, რომელიც ორიაზე იყავით და უბრალოდ გაიპარა რა. მოიცა კაცო, ერთი არა, იცი, ჩემი წარმოდგენის შენ როგორც გინდა ისე გააკეთე. არა, უყურე რა არის. ძალიან მაგრა ვიხალისებ შენ და იმის ორთაბრძოლას რო. არა, ორთაბრძოლას ვერ დაინახა. აბა რა გინდა გაეშვი? არა, სხვა რამეს ვიძახი რა. ჩემთვის ეს არის ადამიანი, რომელიც ამას დაკარგა Facebook უმანკოება დაკარგა Google. ადამიანი, რომელიც კადრო ჩემთვის, ჩემი აღარ შეხვალ სხვადასხვა საეჭვო ვოლებზე. ჩემი ასაკისთვის და ჩემი წარმოდგენისთვის, როცა ადამიანი ამ ნაბიჯს დგა. გაგინეს კარგად. ამ ნაბიჯს დგა, მაგას მოყვება. საკვირველი იცი რა არის? ნაცებს აქამდე რატო არ ყავხარ დაგინე. ხო? ეგაა საკვირველი. ეგ ვაფშე ძალიან სწრანია, ეგ ძმაო. უფრო საკვირველია. იმიტომ რომ მე ძალიან მშვიდობის ყოფილი ადამიანი ვარ. არც იმის დროს არ მიჩხუბია. ლექსო მაჭავარია. ცხოვრებაში არავის არ მიჩხუბია. ცხოვრებით ისე იცხოვრა რომ უნდა მე ვარ ლექსო რაღაცები მაგ წაკითხული და რაღაცები ნანახი, ხო, ცხოვრებაშიც და ფილმებში და გამახსენდა ესეთი სცენა, აი ბაჩოს გავუხარდებ. ესე იგი, ნათლიას ტრილოგიაში მესამე ნაწილში არის ესეთი ეპიზოდი, რომ მთელი ფილმი აგებულია იმაზე, რომ ამ ადამიანს უნდა რომ ამ ოჯადოებრივ წრეს და კრიმინალურ წრეს თავი დააღწიოს, ხო? ჩვენც გვინარეს 90-იანი წლების წესები და ფანტომები დავტოვოთ წარსულში და სადაც კაცი მივიდა ეკლესიაში, რომ ის ჩააბარა აღსარება, უნდა რომ ეს ფული იქ ჩადოს და წესიერი წესები რაღაცა ვატიკანის ბანკში აქციონერი უნდა გახდეს და გახსოვთ თქვენ ის ეპიკური სცენა, რომელიც შედის იმაში, როცა მოლაპარაკებაა გაფორმდეს ხელშეკრულება ისმეს მის საკრალურ რაღაცა რომ აქ არაფერი პირადული ეგ არის ფლუქტუაცია ეგ ჩვენ გადაგაგდეთ არაფერი პირადული ეს მხოლოდ ბიზნესიო და ამაზე თვალი ეხილება და იტყვის რომ ანუ თქვენ ჩემთან ბიზნესის კეთება გინდა ეხლა მე განახებთ რა არის ბიზნესი ლექსო მაჭავარიას და თუ ამ ზღვარს გაბერძენიშოს უთხარა ანუ you want to do ჩეკიდა ჩემთან ეგლაპარაკი შენ მიიღე 90 წლები სასაცილო არა მე ურავ ძალიან სასაცილო არა შეიძლება მაგრამ მე აბსოლუტურად სხვანაირი შეხედულება მაქვს აი ვაფშე გასაგებია იცი რატო არ გასაგებია იმიტომ რომ მე პირველი ეგეთი თემა მქონდა ვაფშე არა პოლიტიკურ თემაზე რა მე ვაკეთებდი ონლაინ ჟურნალს კინოზე და ერთ-ერთ კინო რეცენზიაზე ვიღაცა მაგინა რა ანუ ვიღაცა წარმოიდგინე კინო რეცენზია სხვა არის ვიღაცა და რო არის არა ბიჭო ნუ რომელსაც აქვს Facebook account-ი რომელსაც გადახვალ ნახავ სახეზე ნახავ და ასე შეგვიძლია იმას ყველა წაიკითხავს ვინ შემოვა ხო ანუ ტიპმა მარტო იმიტომ რომ არ მოეწონა ღმერა ალუზიებიც დაუჭირე და ხო როგორი პოლიტიკური ქვეტექსტიც გავშალე ტექსტი იმის გამო დამიწერე და ეს ხო ჩემს პირველი რა ეს არის 2014 წელი და ნუ პირველი იყო რა ესე მეთქი რას ნიშნავს როგორ შეიძლება იმიტომ რომ დინებაზე რაღაც სხვა მოქმედება მოძდევს მაგას რა Facebook-ზე პირველად წავაწყე არა აქ სხვა რაღაცები არის განსხვავება ნუ მეთქი და ნუ მიუწერე რა რაღაც რომ ისე და მე წავიდა რას გადი იმაზე რომ იმან დაწერა პოსტი რომ ეს ვარიო ბნელიო და ქუჩური მენტალობა. თქვენ მე მინდა რომ რაღაც განასხვავოთ. თქვენ სხვა რამეს ავთ. როცა შეიძლება შალვა იძახის რომ და შალვას ხა ეს არ უკვირს გესმის რომ არსებობენ ვიღაცა ტიპები რომლებიც საჯარო სივრცეში ადამიანებს ხედავენ მისთვის ის არის საჯარო პირები ანუ მის პერსონიფიცირებას ვერ ახდენენ და შეიძლება ესე უცენზუროთ რაც უნდათ გამოხატონ. ეს სხვა რაღაც არის ხა მე არც უყურებ არც ვკითხულობ ამ კომენტარებს რაღაცა კონტენტი იდება ქვეშ ვინ რას წერს ხა ამას არც ვნახულობ ხო რაღაცა მაგ სიტყვაზე რომ ადამიანის აზრი გავიგო რაღაც შეიძლება ვნახო მაგრამ მithumet საკუთარ კონტენტს სულ არ უყურებ მაგრამ როცა ადამიანი ანუ პრაქტიკულად ზღვარი წაშლილია რეალურ დროსა და ვირტუალ ცხადია მაშინ აქ არ უნდა ილაპარაკო არა მე მაგას კი არ ვლაპარაკობ მაგას ვეუბნები ეს როგორ მოხდება რატო ეუბნები ანონსე არ ეს არის პასუხი ცემელი აქ არ დაიწყებს ლაპარაკს ადამიანს დასკლადი ის არის რომ მე იმაზე უნდა მაშინ იმოქმედე ხვდები დღეს ეგეთ თემა
არა, უყურე როგორ არის? ყველაფერს დრო იქნება თავის და გეუნები ეს როგორ ნუ ანონსებ, თემა შენ კაცო მე ხო არ დამიწყია ეს თემა. შენ წამოჭერი საკითხი, როგორ არის შენი დამოუკიდებლობა და მე გითხარი რა მაგრამ არ დაანონსო რომ ვიღაცას გავისწორებ. არაფერს არ ვანონსებ და მუქარას არ გამოვხატავ და არაფერი. ეს სამომავლო საკითხია, მე დღეს გეუნები რომ ეს არსებობს მე მიმაჩნია რომ არსებობს ზღვარი. შენ მიგაშენო ზღვარი არ არის. ვისთან, ბიჭო? შენც რა უნდა გაითვალისწინოთ, ხო რომ ანუ ეგ არიან ტიპები, ნუ ჩემს Facebook-ზე ადამიანი რომ პერსონალ შეურაცხყოფას გადის გინებით, ნუ მანდ უკვე ვეღარანაირად ვეღარ ჩავთვლი რომ ანუ ეს ტიპი მე ღირებულების მატარებელია და მithmes ქუჩურ თემაზე ვერ დაებადა. ანუ Facebook-ზე ტიპი თუ იგუნება უარყოფს რა უკვე ყველა. რატო უნდა ყველანაირ ხილსებას Facebook-ით რა ლაპარაკი არის? არა, იმაზე რომ მე შეგხვდები და გნახავ. იმიტომ რომ არ შეგხვდება, არ გნახავს. რატო უნდა შეხვდე ვიღაცა ძღიბას, ბიჭო? ეგ თავის კაც. ადამიანი Facebook-ით რო გაგიგო. საკვირველია. არის ვიღაცა არ არსებობს. არა, ერთი ეგრე მე ვაკეთებ. არ არის ვიღაცა ძღიბა. შეხედე, ეს არის ხალხი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ თვითონაც არიან საჯარო ფიგურები. ესენი არა ერთი დამი, რას ლაპარაკობ, კაცო, შალვა. ესენი მონაწილეობენ პოლიტიკაში, ესენი გიკითხავენ მორალს, ესენი გეუნებიან, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვართ უმრავლესობა. ხოლმე მოვიდე და დაგხრიტო, როგორც ვიხავი ეს. უკიდურესად მარგინალური საზოგადოება. შენ მიგაჩნია რომ არის. მე მიმაჩნია რა ეგრეა. მე არ ლექსო მაჭავარიანი ყველგან მარგინალი იქნება. ლექსო მაჭავარიანი ისეთი რაღაცები აქვს დათქვა. ის რო არის მარგინალი, ან უნდა იცოდეს თავისი ადგილი, მე ყოველთვის მას ვახსენებ და ყოველთვის შევახსენებ. იმიტომ რომ როცა მე არასდროსაც შევდივარ მასთან კონტაქტში, მაგრამ როცა შემოვა, გარკვეული მორალური თავისი ადგილი არ ეცოდინება იმას. არა, ეცოდინება. ეცოდინება რომ იცოდა. არა, ეგრე არ არის. შენ მისი ისტორია თუ კარგად არ იცი კონკრეტული პერსონაჟის. მას ჰქონდა თავისი ადგილი და სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ ღირსეული არის. საერთოდ არ მაინტერესებს ეგ ძღიბა. მე მიმაჩნია რომ არსებობს რაღაცა წესები, რაც მეტი წესი იქნება და რამას დავიცავთ უკეთესი. ღირსეული ის უნდა გყავდეს ჩვენ. აი მაგალითად ძალიან მიხარია, როცა სააკაშვილი მახსენებს ძალიან ცუდად და მებრძოლს. თქვენ ტოლები ხართ ეხა და ერთი ისა ხართ დაგვია თაობა ესე ვთქვათ რა. არა, ხო და იმაც ეხა, ბიჭო, სააკაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი მტერი ჩემი. და ალბათ უფრო დიდი ფიგურა ვიდრე ლექსო. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ერთია. ახსენებს ერთი ვერტიკალი. სააკაშვილს ვაგინებ ხშირად, არა, მაგრამ რამდენჯერმე შევაგინე და ვებრძვი. და ეხა სადაც იმას ვაგინებ, იმას ვებრძვი, იმას ვეკამათები კი არა, სადაც რაღაცა, ხო? აქ ეხლა აქ ვიღაცა აგერე მიკროსკოპით ეხა არ თქვა ბაჩომ რომ გინება არ მოსულაო. ბიჭო, იქ მოსულა. ხო, ანუ ესე იგი სადაც დასტოინის საპერიკი არ არის, მაგრამ ნუ ვიღაცა არის. იქ რაღაც სხვაგან რაღაც წესებია, ხო? ალბათ ხო და ეს ბიჭო მიკროსკოპით ვერ დავტარაკანა ვიღაცა რა ვიცი, როგორ უნდა შემეხოს, რა ქვია იმას, ზუკა ბერძენიშვილი თუ ის კიდე მაქარაშვილი რო ყავს. იმის გინება მე რანაირად უნდა შემეხოს. არ ვიცი. ქათამარი. იმის გინება მეც არ შემეხმარა, არის რაღაცა, რასაც დაახლოებით იგივეა რა. აი ზონაზე ქათამარო შეგაგინოს. უნდა გქონდეს რეაქცია? არაფერი არა, წავიდეს, გაიაროს. კრიმინალური რა შუაშია კრიმინალური, ბიჭო? ტიპს ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი გადმოსახედიდან. ტიპს არ აქვს არანაირი ღირსება. მორალზე არ ვლაპარაკობ. ტიპი იყო ხან ერთ პარტიაში, მაგალითად ის მაქარაშვილი. რუსეთუმების პარტიაში იყო. კუდის ნასეტკა იყო და მაგის დოკუმენტები არსებობს, როგორ ჩაუშვა ვიღაცა ოპოზიციამ ცემაო აქციების დროს 2009 წელს. კუდის ნასეტკა იყო. ბებიამისის ტარბების კუბოსთან სელფია გაკრეჭილი, გადაღებული. ვაფშე რაც არის. აი ეს ქათამარო აქცენტი რას ნიშნავს? იქაურ წესებში რანაირად არის? აბა არა, იქაურ წესებზე მე ვერ ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, იმას აქ თავისი ადგილი. ხო, უყურე. ეხა მე რაზეც ვლაპარაკობ. ხო და ეხა მე რაზეც. ეხა მე სხვა რაღაცას ვამბობ. არა, დავამთავრე. ესეთ ადამიანებს მარგინალებს უნდა ქონდეთ თავისი. დავამთავრე. აქვთ. ექნება. ბიჭო, აქვთ. უკვე აქვს. მიიღებს საზღაურს. შენ იცი რომ ამ დაამაღლებ, რომ იმ დონემდე ავიდა, რომ ვიღაცა ტიპმა ხელი დაარტყა. ანუ ხო ხდებია, მე ეგეთი ფსიქოლოგი ეგრე ვაზროვნებ მე რა. ანუ მე მგონია რომ ეხლა შენ მიხვარე ბედნიერება. არა, ნუ აი ეხლა ხედან და იმინა მასტურბაციით არის დაკვებული ისე უხარი. გააკეთო სხვა მე ხო არ ვიძახი რომ მე ვარ ეხლა განრისხებული და მივიდე და ვცემ. არა, მას მოუწევს. მას მოუწევს როგორ გამოფიზრებაც. არა, მან რაღაცას გეუნები. ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ სამყარო, რეალური სამყარო არ არის, რომ ვირტუალურში აზელილი. იქ თავის წესებია.
იქ თავის წესებია და რეალურ სამყაროში მას მოუწევს იგივე გაკეთება. იგივე უნდა გააკეთოს რეალურ სამყაროში. რომ თუ უნდა გარეთ გამოსვლა, ან იჯდება გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხია. გადავიდეთ სხვა საკითხზე. და ეს არაფერი არ არის. შეკითხვა არის. გამოვიწერე. სად ყიდულობ ნასკებს? თქვით? გამოვიწერე უნიკლო არის ეგეთ საიტი და აინტერესებს ხალხს. იქიდან არის გამოწერილი. რა ღირდა? $5? 4 და 90 დოლარი. მე შეგვეკითხეთ გიპასუხებ. კაი, გადავიდეთ ახლა რაღაც ძღიბობაზე არ გვიდა ლაპარაკი, სასაცილოა. ეხლა ვილაპარაკოთ უფრო მნიშვნელოვან ძღიბებზე. შენც პოლიტიკური მომხილველი ხართ, ჩვენც რაღაცას ვთილობთ იქ. შევლენ თუ არ შევლენ? ანუ უნდა პროგნოზი გავაკეთოთ ო, შენი აზრით, საით მიდის? არის მესამე გამოსავალი? ამ ჩემ ფეხებს თუ არ შევლენ? არსებობს რაღაც, ანუ ჩემთვის პირველ დღესვე, ანუ არჩევნების დღესვე, მე ვთქვი რომ ცხადია შევლენ, ანუ ჩემი პროგნოზი პირველი დღის იყოს, იმიტომ რომ არანაირ რაციონალურ ფარგლებში არ ჯდება ეს ქცევა. ეს არის ჩემი რაციონალური პროგნოზი რომ შევლენ. ჩემი შინაგანი და გულისმიერი სურვილია რომ ესენი არ შევიდნენ და ვიქნები ძალიან ბედნიერი, ეს არის ჩემი პერსონალური დამოკიდებულება, იმიტომ რომ დიახ, მათ უნდა რაც როგორც იქცევიან და რასაც წარმოადგენენ, უნდა მიიღონ ის საზღაური და ის ფიალა, ესე ვთქვათ, შესვან. ბოლომდე ამ წუთის მონაცემებით, ანუ ერთი თუ შევა გასაგებია რომ დაეწყობიან და ყველა შევა და ჯერჯერობით არავინ არ შედის, რაღაც დეკემბრის დასაწყისამდე ალბათ რაღაც დრო არის. უფრო მეტად ალბათ გონია რომ მაინც რაღაცნაირად შევლენ, იმიტომ რომ ესეთი ირაციონალური როგორ უნდა იყო რომ ეს არქნა არ მესმის, იმიტომ რომ ეს საკუთარ თვითლიკვიდაციაზე ხელის მოწერაა, ჩემი აზრით, მაგრამ თუ ამას არ იზამენ, მე ძალიან გამეხარდება. ხო, არ შევლენ ჩემი აზრით და რომ ამას რო გაკეთებენ, ძალიან კარგია, იმიტომ რომ დღეს უსმინე მაგათი ბელადის Facebook მიმართვას. გვაქვს საშუალება რომ გავუშვათ? დღეს პირადი Facebook მიმართვებით ვიყავით და გვაქვს ახლა მე ცოტა ხანში იმას ვიზავრობ. ხო, ანუ მის იმას უსმინე, რა ქვია, მათი ბელადის. შენ ხო იცი რომ მე სექტას ვაწვევი, იცი ეგ ამბავი? რას? სექტაროა იმას რო ვაწვევი. ეგა. ეგ არ არის ახალი ამბავი. აი გავუშვი თუ შეიძლება ლეპტოპიდან? ჩართეთ ლეპტოპი? და ხარები დაძარით კაბინა. სკამი ვიცით სადაც არის. თავრობის მიერ გამოცხადებულ ლოკდაუნთან დაკავშირებით. სრულიად აბსურდული, არალოგიკური და რა თქმა უნდა, თავისი ტყავის გადარჩენისთვის გაკეთებული გადაწყვეტილება. მოიცავს, სილამაზის სალონებს არ კეტავთ, არც უნდა დაკეტოთ და კეტავთ დიდ სავაჭრო ცენტრებს. რანაირად არის სილამაზის სალონი უფრო უსაფრთხო ვიდრე დიდი სავაჭრო ცენტრი? როგორ არის, რომ 24-ში ისევ გაიღება, ესე იგი, ახალ წელზე არ დადეგებზე მიდის ვირუსი სადმე, რამე საგზურიათ აღებული, თუ სხვა რაღაცაა, რომ გინდათ, რომ ეხლა სასწრაფოდ კონტრაბანდით შეიყვანეთ თქვენი არალეგიტიმური, უკანონო პარლამენტი დანაშაულებრივი გზით დანიშნული და უბრალოდ ამისთვის გჭირდება და ხალხი ფეხებზე კიდიათ. მოკლედ, და ის 10 მილიარდი სადაც წავიდა, რომელიც თქვენ აიღეთ. ეს კაპიკები, რომელსაც ხალხს უგდებთ, ეს არის 10 მილიარდის ხარჯვა, რომელიც თქვენ გახარჯეთ თქვენ ტენდერებზე, თქვენ ბიზნესებზე, თქვენ კარგად ყოფნაზე. მოკლედ, თავრობას უნდა რომ ჩაკეტოს ხალხი. ერთ-ერთი გამოსავალია რომ ხალხმა ჩაკეტოს ეს ოცნების თავრობა და ამოისუნთქოს შვებით. მე პარალელურად ვირუსსაც დავამარცხებთ და წელშიც გავემართებით. კაი, მადლობა. ანუ ისევ რევოლუციაზე საუბრობს რა. ანუ არაფერი არ მოქმედებს ამ ტიპზე. ხდები? არაფერი. მაგას მოყავს თავის სექტა. და როგორ შეიძლება რომ ამაზე არ ისაუბროს? ხო, ეგ საკეთემაა, რა თქმა უნდა. ეს სექტა შენი აზრით გაანებებს თავს ამ ყველაფერს? არ გაანებებს. სექტა რა თქმა უნდა არ გაანებებს. აი მეგობრებო, ბოლომდე უნდა გაყვეს. ჩვენმა მომხმარებელმა მოგვაწოდა სკამი, რომელზეც ეს მზნებარე სიტყვები, სკამის ფოტო. გავუშვით სკამის ფოტო? ძალიან გემოვნებიანია. გავუშვით ლეპტოპიდან სკამის ფოტო. აი, ამ სკამიდან წარმოთქვა? მოიცა რა მართლა ამ სკამს. კი, ზუსტად ეს სკამია. რო დააკვირდე კადრს, არის ზუსტად ეს სკამი. აი სკამია, რა გინდა ჯოკერის. დამაგარია. აქ ჯოკერი უნდა იზეს. თავის შესაფერის სკამიდან გვიქადის აპოკალიფს, ხო? კარგი. იცი რა არის, ანუ ჟანრის კანონის თანახმად, როცა მართლა სექტაში გადადიხარ, რაც უფრო
ღრმად შეხვალ ამ შეთქმულების თეორიაში, ეს მით უფრო აძლიერებს აი ამ რაღაცა სექტანტურ მიდრეკილებას. თუმცა ამ სექტაშიც არის რაღაცა გარკვეული გრადაციები, მაინც ვერ წარმომიდგენია მე რომ შეიძლება ამ ქვეყანაში 27% არა ხო, ყველა არ არის სექტის წარმომადგენელი კაცო, ზოგი არის ოცნებაზე გაბრაზებული და მაგან მეაც. მაგრამ ეხა ხო იყო არჩევანი სხვებისაც, მიხდი, თუ ოცნებაზე გაბრაზება ამ მხოლოდ მიზეზი. შეძლო სხვისთვის მიეცა ხმა, არა პირდაპირ ნაციონალური მოძრაობისთვის. ხო, მაგრამ მე და შენ ერთ აზრზე ვართ, როგორ ვარ ვთხოვით არგუმენტაციაში ეხა. ხო, სხვადასხვა გზით მივდივართ. ხო, და უყურა, ანუ მე მაგ ხელს შეურაცხყოფას არ მივაყენებ 9 მილიონი ადამიანს, ხო 500,000 კაცმა მიცა, ხო ხმა? კი. ხო, ანუ როგორ შეიძლება თქვა, რომ 500,000 კაცი არის სექტანტი. ვიღაც ანუ სხვადასხვა მიზეზებითაა ხო ეს განპირობებული. მე მგონია რომ ძალიან მცირე ნაწილი არის ის სექტა, რომელიც მიშაზე ლექსებს წერს და რაც არ უნდა თქვას და როგორც არ უნდა შეიცვალოს პოზიცია, მაინც რომ ამბობს რომ ეს კაცი არის და ვინც გვჭირდება და ჩვენც უნდა გადაგვარჩინოს. სხვა ტიპები არიან, მე ყველაზე მეტად ვინც გონია რომ შედის მაგ 27-5 რამდენიც არიან, არის ის ადამიანები, რომლებიც ელოდებოდნენ რაღაცას, რაც ვერ მიიღეს ამ ხელისუფლებისგან და დასჯის მიზნით გააკეთეს ეს, რომ მიცეს ხმა ამათ. თემზე ლოგიკური არ არის. რომ ესე მოიქცია ადამიანი. შეიძლება რაღაცა მიზეზი. გონია რომ სიბრაზისგან. შეიძლება სხვანაირადაც აუხსნა იგივე რომ უბრალოდ რაღაც ნაწილში ეთანხმებიან და ეს იმდენად ძვირფასია მათთვის რა ის რაღაცა არ ვიცი ან ის 9 წელი ახსოვთ რაღაცა სენტიმენტი აკავშირებთ იმასთან რომ შემდეგ უკვე მზად არიან რომ გაყვნენ ყველაფერში და გაამართლონ ყველაფერში და ესე ვთქვათ ლოიალობა შეინარჩუნონ. შეიძლება ეს მიზეზი იყოს სამაგისო, იმიტომ რომ ანუ მე ვნახე ხო ესეთი ერთ-ერთი Facebook შოკი ჩემთვის იყო, როცა ანუ თუ რაღაცის დევალვაციის და გახრწნის მაგალითი შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური, ეს არის გუბას სანიკიძე. გუბას სანიკიძე როცა დაუპირისპირდა ნიკა მელიას თუ ნიკა მელია რო დაუპირისპირდა, რომელსაც აქ პირდაპირ რეჟიმში უყურებდი ხო ამას, იყო გუბას სანიკიძე. გუბას ხარეს კი. ესმის ანუ აქ აღარ არსებობს არანაირი კრიტერიუმი, რაციონალური მიდგომა საერთოდ არა. არსებობს პირდაპირ. შესაბამისად ჩვენ რაც ვლაპარაკობთ რომ ეს შეუსაბამოა, ეს ამორფულია, კინოდან მაგალითს მოიყვანთ 90-იან წლებს გაიხსენება, მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს, იმათმა იციან. ანუ სხვა შორის იმ პერიოდში მოხდა ესეთი ფილმი გადაიღეს სალომე ჯაშმა, რომელიც იყო პატრიოტთა ბანაკების და სათავე თქვა ბელადი ყოველთვის ლიდერი ყოველთვის მართავ. ბელადი ლიდერი ამ თქოს ერთ და იგივეა. აი ეს ფორმულა არის ჩემი აზრით დარჩენილი და ალბათ ეს ფორმულა მუშაობს. მიშა ყოველთვის მართალია. არა, მან ჩვენ რა თქმა უნდა ამის ამოხსნა წარმოუდგენელია. 500,000 კაცზე მეთქო დაგვიფაროს და სექტანტები რომ დაუძახოთ. მაგრამ როგორ არის ტოტალიტარულ სექტაში არ არის აუცილებელი ყველა ხმის მიმცემი იყოს ამ სექტის წევრი, ხო? აქტიური. საკმარისია რაღაცა თუნდაც 50-100,000-იანი რაღაცა ბირთვი, რომელსაც ფანატიურად სწამს, სხვებზე კიდე რაღაც არგუმენტების მოტანა შეიძლება კამათში შემოდიან და აი ეს 100,000 ადამიანი ან რა ვიცი, ზუსტად არ მაქვს ათვლილი, არის ის კლასტერი, რომლითაც ძალებს იღებს სააკაშვილი. ანუ რომელსაც მიახლება აი როგორც მითიური ესე რა ქვია გოლიათი დედამიწაზე ეცემოდა ტიტანი და იქიდან იღებდა ძალებს. შენ რო აჩვენებ აი რაღაც ნაწყვეტს და ამ პლატფორმაზე ეს სულ სხვანაირად ისმის, სულ სხვანაირად საუბრობ, სხვანაირად უარჩევ და სხვა ტიპის მსმენელი ყავს. ეს სხვანაირად მუშაობს და ის სადაც ამას ავრცელებს ამ აზრს, ისინი ამას სხვანაირად აღიქვავენ რა, იმ თავითვე სხვა ტიპის მიდგომა აქვთ. ხვდები, ანუ მათ ყურს სხვანაირად ესმის, იმიტომ რომ რატომ მიიმართა სხვა შორის ის მთელი კონფლიქტი დღევანდელი მოყვა ზუსტად ამაზე დავას. რატომ მიიმართა ამხელა ძალისხმევა ძალიან მარტივი ფორმულის დანერგვაზე, რომ არჩევნები გაყალბდა. და მნიშვნელოვანია დაინერგოს სწორედ ეს ტერმინი, იმიტომ რომ გაყალბება ჩვენთვის, მით უმეტეს ჩემთვის, ჩემი თაობის ადამიანისთვის, რომელსაც მთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის პერიპეტიები მახსოვს, ხო, უბრალოდ დაბადებული ვიყავი, მოზრდილი ვიყავი. გაყალბება ნიშნავს სხვა რამეს. ისინი ამას აკეთებენ მთლიანად, რომ ეს უნდა დაინერგოს და შემდეგ უკვე მარტივია რა, თუ არჩევნები გაყალბდა, აქედან დანარჩენი რასაც იძახის, ყველაფერი ლოგიკურად გამომდინარეობს. ცხადია რომ იმიტომ კეტავ რომ იმათ არ მისცეს საშუალებას შემდეგ. ცხადია რომ ეს ხალხი ეხება რეალობას და ეს კიდე უფრო აგიჟებთ და იმიტომ ვისმე ჩვენი მისტერიებს რა, რაღაც ხან გიგულავა ხავის, ხან ვიღაცა ხავის, ეს ხო სულიად ფსიქოლოგიური მომენტია, გესმის, იმიტომ რომ
ისინი ხედავენ რომ აქციაზე ადამიანი არ გამოდის, ისინი ხვდებიან რომ ჩვენ მანდატი მოგცეს რომ ბოიკოტი გამოვაცხადოთ და მანდატი მაგისთვის არ მიუციათ, ის რაც არის, აი მარტი ეს ხო არ არის უბრალოდ სხვადასხვა აზრი, ხა მე და ბაჩო რაც თქვა რომ ერთ და იგივე სხვადასხვა გზით მივდივართ, ეს ხო არ არის. ისინი პირდაპირ ხვდებიან ესე ვთქვათ, რამდენადაც შეიძლება ამ პლანეტაზე ობიექტური რეალობა არსებობდეს. ამას უბრალოდ უარყოფენ ამას. ანუ ეს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემაა. არა, მან სხვა რაღაცაა, ზოგიერთი მათგანი უარყოფს, იმიტომ რომ სექტის წევრია და ზოგიერთი მათგანი უარყოფს, იმიტომ რომ ვერაგია. მაგალითად, სალომე სამანდაშვილის სიტყვები ძალიან მოგეწონა, თუმცა აქ ერთ რაღაცასაც მე არ მომეწონა. არა, მე მომეწონა რაც თქვა მან. არა, მე სხვანაირი ისა მაგის განმარტება. მე მომეწონა და გასაგებია რატომაც. ძალიან ზუსტად დაახასიათა, მაგრამ ეს იყო არჩევნებამდე და თქვა რომ მეო თავზე რაღაცას არ წავისვავ და სიაში არ ჩავეწერებიო. და უცებ ხედავთ რომ არის სიაში, ხო? არა, კი, ეგრე გუბანიც იძახდა პირდაპირ კაცო მე ვაბჟე არ შემივსია და რაღაცებს იძახდა და ისე ეგ არ ვთქვი, გუგას არ ვქნე, მესიაში არ ვქნე, გუგაზე უნდა რომ არ ვიცი ვიქნები თუ არა, არა, ვიცი ვიქნები კი არა, შენო როდის ვიცოდიო რომ ვიქნებოდიო, მე გავიქნე და როგორ იგანდოს დაურეკეს რა, იგი მის შენო განცხადებაზე ხელი ხო უნდა მოგეწერა. კი, მახსოვს მაგრამ მე მან დაიწყო გამოძრობა. ხომ არ სამანდაშვილი იმას ამბობდა რომ მეო თვით დეფეკაციას არ მოვახდენო და ამ სიაში ბაზიარიო სადაცო ის არისო ჩხეიძე სადაცო მაგრამ ეხლა მე გეტყვი რა შეა პრობლემა სალომე სამანდაშვილის იმ ეპოქალური პრივატული საუბრის პრობლემა სად არის მე გეტყვი იმიტომ რომ ეს მისი მონოლოგი რასაც ჩვენ ვისმენთ ეს არის კლასიკური მიშიზმის ნიმუში რატო ადამიანი მიშიზმი რა არის ადამიანები გავყოთ ჩარეცხილებად ბნელებად ბინძურებად და დავარცხნილებად სუფთებად პრიალებად აი ესე რო ჩანს და სალომე სამანდაშვილს სწორედ აი ამ კრიტერიუმით უნდა ჩვენ მაგის გამო კი არ მოგვეწონა ხალხის წარმომადგენელი ვინ არის რეალურად იმაშიც კი აღმოჩნდა ის მიშა ხო სინამდვილეში სწორად ხვდება ანუ მიშამაც გაიმარჯვა ამ არჩევნებზე იმიტომ რომ მიშა არ იყო ოცნების კონკურენტი მიშა იყო დანარჩენი ოპოზიციის კონკურენტი და მან აჩვენა რომ მას აქვს მზარდი რეიტინგი იმათთან შედარებით მან ისინი შეჭამა ის არის მუდმივად განახლებადი იმიტომ რომ ვინც მას გამოეყოფა უბრალოდ მოკვდება და ის დარჩება იმიტომ რომ ის მიშიზმი რაც მან შექმნა ამის ერთადერთი ჭეშმარიტი ლიდერი არის ის ანუ ლენინი რო არ მომკვდარიყო მას ხო ვერავინ ვერ ჩაანაცვლებდა სანამ ცოცხალი იქნებოდა ხო ანუ სტალინი ვერ გაჩნდებოდა მისი სიცოცხლის პირობებში ეს უნდა მოხდეს ცვლილება და ასევე იყო ყველა კომუნისტი ლიდერი ხო იმას რელიგიური ლიდერები ვით არიან ხო სიცოცხლის ბოლომდე ერთ-ერთი იყო რომელიც მოხსნეს ხო და იგივენაირად არის გესმის და იმანაც ამ კუთხით გაიმარჯვა მაგრამ მას ახო არ უნდა ეხა საპატიო მეორე ადგილისთვის ხო არ იბრძვის ან ღირსეული ოპოზიციონერებისთვის მას უნდა ის რაც დაკარგა ეს უნდა მიიღოს უკან და დაკარგა სწორედ იმ რაღაცეების გამო რაც გენიალურად არის ჩამოყალიბებული სამოლობე სამანდაშვილის ეპოქალურ სიტყვაში რა. ხო და ჩვენ ეგ ნაწილი მოგწონს სალომესი. ხო ადამიანების გამოყენება არ მომწონს, იმიტომ ადამიანებს ყოფს აი ის ნიშნით, რომელიც იდიოტიზმია და მაგ ნიშნით რო ყოფდნენ, იმიტომ აღმოჩნდნენ იქ სადაც არიან და დღეს მისი შესაბამისი ნაშიერები ყავთ. ზოგი ხორცელი და ზოგი სულიერი. ხო ლეონ ბერძენიშვილმა მე მგონი ყველაზე მაგარი ნაშიერი ჯერ აი ძალიან მარტივი რაღაცა სეგრეგაციის არა კიდე რაღაცა ხო არსებობს ეს ადამიანი აქციების დროს შეფასდა როგორც ოქროს თაობა, ოქროს მომავალი, ნათელის სახე ადამიანი რომელიც მამისთან დასწრებით, მამის, რა ვიცი, სივრცეში აი ამ სიტყვებს უბრალოდ იტყვი, მე არ მახსოვს მამაჩემთა ცუდის ხომ. ვიზე ბატონო? აი ამ ბატონ ბერძენიშვილს. არა, ნუ ეს ანუ ჩვენ საერთოდ დაგვავიწყდა ხო რომ ამ ქვეყანაში ანუ ელემენტარული ძალიან მაგარი რამეა ინტერნეტი არსებობს? არასწორ შეიძლება გაუშვით რა ლეპტოპი მადლიერმა მაყურებლებმა უკვე მოგცეს კაპელინი products და იმ ფასი არ არის აქ თუ შეიძლება ფასიც გითხარით რა ეს სავარძელი იცი რას გავს ეს ძალიან ძვირიანი სავარძელია ეს სავარძელი არა ეს სავარძელი მე გეტყვი რას გავს ეს არის ესე თქვათ აი ნახე როგორია ავეჯური გამოხატულება იმ ფონისა ლევენ ბერძენიშვილს უკან ეყენა აი რომ დააკვირდე ფერებში აბსოლუტურად იგივე ალესანდრო მედინი 2009 წლის კოლექცია აბა Ask4 Info-ს დააჭირე იქნებ ფასი მან გაიგეთოს Ask4 Info აი ქვევით store რა მომხმარებლები ხართ რა ფასი ხელოვნების იმას სადაა ფასი არა რა ღირს მეგობრებო ვინც მე არ მგონია რომ ბაჭოს ნასკების ფასი ღირდეს ესე იგი ეს არის ალესანდრო მენდინის ძვირფასი სავარძელი რომელიც ნუ რა ვიცი ხა
1000-ობით евро ეღირება, რა თქმა უნდა. რა მნიშვნელობა? ბიჭო, აქვს, როგორ არა? ვიშა ხო ტირის რო ვიშა ტირის რო ფული არ აქვს, კაპიკი და დედაჩემი მან ბარჩეს. დედამისმა უყიდა მე სკამი, ნუ რა გჭირთ ახლა რა. და გაუგზა. რა იყო ახლა მაგის პასპორტზე ჩაძურება ჯიბეში თუ ახლა კაი, ნუ ნახოთ რა. ბოტასები? ბოტასები კი ბატონო. ხო, რაღაცა საუბრობდი. არა, ბერძენჩველების საქმე ეს არის სირცხი. უფრო უნიკალურად არის. კიდე ერთი მის ქონდა გზაში მოდიოდა ერთი მიგინება. თანამედროვე ეს პოსტმოდერნის კიდე პოსტმოდერნული სამყაროს დამახასიათებელი ის არის, რომ ადამიანები გადაწყვეტენ რომ სხვას დაცინონ და საკუთარი კონტენტის საწარმოებლად ირჩევენ ისეთ დასახელებებს, რომელიც პირდაპირ ასახავს მათ რეალობას. ანუ ტერმინი სირცხვილია პირდაპირ გამოხატავს. ტერმინი ფსკერი აი ამ ბრენდის ქვეშ ქმნიან ისინი რაღაცა პროდუქციას. ჩვენ რეკლამას ხმარ ვუყუროთ. გვაქვს რეკლამა. საინტერესო რეკლამებია? არა, ჩვენ აქ ვერ დავინახავთ რეკლამას დაინახავენ ჩვენი მაყურებლები. სამაგიეროდ რომ დაბრუნდებით, დავხვდებით, რომ დაბრუნდებიან. რამე კაი თემებზეც გადავიდეთ რა. აუცილებლად, ეს ცუდი თემაა. საშინელი. შენ რა მაისურით მოხვედი? აი მაგაზე რეკლამის მერე. კი ბატონო, რეკლამის შემდეგ. სავარძელზე ბოლო ინფორმაცია მივიღეთ, აჩვენეთ კიდე ერთ სავარძელი. და სავარძელია ეს. ეს აქვს გლობალობაში. ხო, 17000 ფუნტიო ერთმა ისეთმა ადამიანმა მითხრა, რომელსაც მინაბინის ოროთახიანი ბინის ფასი. ხო, არის სხვა ვერსიებიც 10000, 11000 евро, მაგრამ ნუ ვისაც აქ ფაქტიურად იმან გითხრა რა. ხო, არ ვიცი. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ აი რა. ნათელი დადასტურება იმისა, თუ როგორ უჭირს მოგძალებულ ბინაში საათში. აი ხა შენ მითხარი რომ ეს ინფორმაცია სექტის ან არასექტის გარეგე სექტის წევრებს პირიქით მიშა ხო ეხა იმსახურებს რომ ისეთ ტახტრევანზე იჯდეს რომელიც მას კომფორტს მიანიჭებს რატო არ უნდა იჯდეს ამ კუთხით ხوار შევეხოთ იმ თემას რასაც ქვია აი ამ კონტექსტში შესვლა არ შესვლის კონტექსტში დაფინანსების საკითხი იმიტომ რომ მე რაღაცა ნახე წავაწყდი ესეთ მოსაზრებებსაც რომ დაფინანსებაც უნდა ავიღოთ აი აქ მაგალითად პირდაპირ გამომიგზავნეს $14,000 მოკლედ გააჩნია რომ ქვეყანაში არის აი აქ წერია რომ $14,000 ესე იგი რუსეთში ეგრეღის ძალიან რადიკალური სექტანტური აზრი არის ის რომ რა თქმა უნდა დაფინანსებაც უნდა აიღო იმის მეტიც უნდა მოითხოვო ბიზნესს უნდა გაძარცვო და ხელისუფლებაშიც უნდა მოხვიდე აბა ანუ მიზანი ამართლებს ყველანაირ საშუალებას გესმის და მაგრამ აი ვიღაცები რომ დებენ რაღაცა მორალზე თავს ამ კუთხით ხო თქვით უკვე რომ ჩვენ რა გვინდა რას ვფიქრობ დაფინანსებაზე როგორ არის მე გამისწორდა ყველაზე მეტად ზალუდუმაშის არგუმენტი ნახეთ რა დაფინანსება რა თქვი ეს კანონი გვავალდებულებდაო რომ მოგვეთხო და კანონი ავალდებო არა ბიჭო მაგარი რა არის ცი სააკაშვილი ეხლა და ადრეც აანონსებს რევოლუციას უნდა შევიდეთ გამოვყაროთ ყველანი და ასე შემდეგ დღესაც კი როცა ვირუსია ფეხებზე კიდია ვირუსი ჩაკეტვა უნდა და ტერორისტია ჩვეულებრივი და უყურე მაგისი პარტია რომელსაც დეკლარირებული კურსი აქვს რომ უნდა მოახდინოს ანტიკონსტიტუციური რამ დაფინანსებას იღებს სახელმწიფოსგან ანუ სახელმწიფო ბიუჯეტით იფინანსებს სახელმწიფო გადატრიალებას ხო ხვდები ხო სურვილი ასეთია არა არ არის ეხლა რო კითხო ყველა სექტა და მე ბოლოს როგორც აღმოჩნდება ხოლმე ყოველ შემთხვევაში მე-20 საუკუნის სექტებში მე ბოლოს ჩდება ხოლმე რომ ის ლიდერები ძალიან მერკანტილური პირები არიან ოშო აიღე მაგალითად არა მარტო ნებისმიერ ოშოს ისტორია ვიცი კარგად ოშო იყო რაღაც ტანტრული რაღაც ფსიქოსექსუალური ორგიასტიული სექტის ხელმძღვანელი რომელიც ბევრ ქვეყანაში იყო აკრძალული და ბევრ ქვეყანაში ოშოზე სისხლის სამართლის საქმეები იყო აღზრული და გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა რომ $100 მილიონი ქონება აქვს და ძალიან კარგად ცხოვრობს და არანაირი ხო ფულს აკეთებს უბრალოდ. კაი, რა კი სექტებზე გადავიდე. მარადონას ყავს სექტებიდან ზუსტად ეგრე მინდოდა გადასვლა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არსებობს ეს სექტა, ოღონდ ამ ადამიანს არასოდეს არ გამოუცხადებია თავი, არც პატრიარქად, არც კერპად, არც რაიმეთ ის ყოველთვის რჩებოდა იმათ, რაც იყო და იქიდან გამომდინარე რომ რაც მან მოუტანა სამყაროს და რა როლის თამაშიც მას მოუწია, რომელიც თლიანად და დღეს მქონდა მე შესავალში რა ეს პასაჟი, ის თლიანად აიყო თავისი ეპოქის პროდუქტი რა. იმიტომ რომ დღეს მე სწორედ იმის გამო რომ ის გარდაიცვალა, კიდე ერთხელ რაღაცნაირად ეს 2 დღეა
გადავიაზრე რა ეს ფენომენი, იმიტომ რომ საუბარი იმაზე რომ ეხა მის ფეხბურთელზე, როგორც ფეხბურთელზე და მის სპორტულ შესაძლებლობებს ეს ეხა ზედმეტი ეს ასჯერ არის გადაღეჭილი და რაც თავარია ეს ბევრი წელია მან რაღა უნდა შევაქოთ ჩვენ. ხო ეს ყველაფერი ამ ხრივ შეფასებულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის როგორც ცივილიზაციური მოვლენა. და ეხა რაზე ვლაპარაკობთ საოცრებებზე და ზუსტად აი ესეთი ვიწრო პროვინციიდან უყურებენ ადამიანები მის რაღაც ფოტოებს რომ დაათრევენ და როგორია რომ სადმე ეხა წარმოუდგენია ადამიანს რომელსაც ესე იგი არ არსებობს. ტემა მარადონას აგინეს, იმიტომ რომ პუტინთან აქვსო ფოტო გადაღებული და რაღა გიყვი. მან აღიარაო აფხაზეთი ხა წარმოიდგინე მარადონა და აფხაზეთი რა. ანუ რაზე ვლაპარაკობთ? შეხო წარმოგიდგენია. ეხა ამ ხრივ მე თვითონ მინდა გითხრათ რომ ჩვენ საერთოდ რა ადამიანებში ვცხოვრობთ და რა გააკეთ აი იმ ჯოკრის კამზე მჯდომ ადამიანმა როგორ გამოათაყვანა ეს ხალხი რომ რა კრიტერიუმები შემოიტანა რა გახადა ამ რაღაცა საოპერაციო საშუალებად აზროვნებად სარქვია ხო ამას ადამიანი რომელიც იყო თავისი ეპოქის შვილი ყველაზე დამახასიათებელი ეპოქის შვილი იმიტომ რომ ეს არის 80-იანი წლები აბსოლუტური სიღარიბე დღეს ვერცერთ ადამიანს ცივილიზაციურ ნაწილში ხო უბრალოდ ვერც კი წარმოუდგენია სიღარიბის ის დონე რა სადაც ქვეყნები ცხოვრობდნენ ხო თან ის ქვეყნები სადაც ეს მუდმივად იყო ეს მემარცხენე მოძრაობა მაგრამ აინც მემარჯვენე ნაწილი იმარჯვებდა ეს იდგა სამხედრო ძალაზე აი აქ გაზრდილი ადამიანი რომელმაც უბრალოდ საოცარი ნიჭი ჰქონდა და 80-იანი წლები სხვადასხვა ფიქრობდი არის ყველაზე უფრო ისეთი ცივილიზაციური მომენტი ხო უკვე რეიგანის ტეტჩერის რაღაცა პოლიტიკა ანუ სერიოზულად იწყებს სიმდიდრე ზრდას მაგრამ რაღაცა პატარა უმცირესობის ხელში და ასევე რჩება ჯერ კიდე ის აი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ინერციით არსებული სიღარიბე და ზღვარი ძალიან ახლოვდება ამ ორ შორის ანუ ძალიან ხელშემამჩნევი ხდება იმიტომ რომ უკვე ტელევიზია ძლიერია კომუნიკაცია ასე შემდეგ და ეს გვერდიგვერდ თან არსებობს და აი ამ მიჯნაზე მოუწია მას გამოსვლა და სამყარო ჯერ კიდე ველურია ფეხბურთშიც როგორც სპორტშიც კი არ არსებობს fair play-ის პრინციპი უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თამაშები როგორ ეთამაშებიან ანუ რა ველურ გარემოში უწევდა მას თავის დამკვიდრება, თავისი ნიჭის ჩვენება და რასთავარია შედეგის მიღწევა. ის არ იყო ცხადია მხოლოდ სპორტსმენი, ის იყო აი ამ სიტყვის სრული გაგებით არტისტი. მან იმღეროდა, ცეკვავდა, ეს თეატრი მან შეიტანა მოედანზე რა. ეს იყო მთელი ასპარეზი. და ცხადია რომ რა თქმა უნდა ის იყო ინფანტილური ადამიანი, ძალიან ბავშვური. სერიოზულად არ შეიძლება ხა საუბარი მის პოლიტიკურ რაღაც ორიენტაციაზე გაცნობიერება რაც ჰქონდა. ნუ არ მგონია ხა მას ხა ამ კუთხით სააზროვნო სიღრმე ჰქონდა, მაგრამ მას ჰქონდა ისაც მოდიოდა მისი გულიდან. არ შეიძლება ამ ქვეყანაზე არსებობდეს ის ადამიანი, ჩემი აზრით, რომელიც მოსწრებია მის დროს, როცა ის აქტიურად თამაშობდა და ამ დროს ანუ ლაივში უყურებია ტელევიზორში თუნდაც. ადამიანმა, რომელსაც იცის ანუ ვიცით რა არის სიღარიბე, რა არის გაჭირვება, რა არის შიმშილი და არ გიყვარდეს დიეგო მარადონა. ეს არის ჩემთვის უბრალოდ გამორიცხული რა. ეს არის ბავშვობაში მქონდა ორი წიგნი. ბევრი წიგნი მქონდა მამაჩემიდან გამომდინარე სპორტული წიგნები, მაგრამ იყო რასაც კითხულობდი რუსულად, იყო ორი ყველაზე მეტად მიყვარდა. ნუ სამი უფრო სწორედ რა, ერთი ბრაზილიური ფეხბურთს ეხება, მაგრამ არგენტინულად მიყვარდა, ეს იყო 86 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რაღაც რუსულად ალმანახი, სადაც ყველა თამაში იყო გარჩეული და მეორე იყო პლატინის ბიოგრაფია. აი ორი ფიგურა რა იტალიურ ფეხბურთში. ერთი ფრანგი, მეორე არგენტინელი, რომელიც ეს სამხრეთელი პრაქტიკულად აპარტეიდის მსხვერპლი, რომელსაც აი სრული სიძულვილით ხვდებოდნენ ჩრდილოეთში და მეორე რაღაც არისტოკრატიული გარეგნობის ჩრდილოელი მოსული, რომელიც თამაშობდა ტურინში, ხო? აი ეს ორი სხვადასხვა სამყარო. და ერთი ადამიანი, რომელიც იყო სისტემური ადამიანი, ამ სისტემის თავიც გახდა და ჩვენ როგორც სისტემის თავმა მოიტანა ბევრი რეფორმა და ჩვენ რო ხა შანსი ქონა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის, ეს არის პლატინის დამსახურება. და მეორე სრულიად უსისტემო, სრულიად მეამბოხე ადამიანი თავისი ეპოქის პროდუქტი ამ საოცარი ეპოქის, რომელმაც დატოვა ალბათ უდიდესი მოცარტი და სალიერი? მოცარტი და სალიერი, რა თქმა უნდა ეს ბინარულობა არსებობს რა. ბინარულობა ეს ორი ადამიანი, რა თქმა უნდა ეს არის ბინარული წყვილი, ისევე როგორც ახლა მესი, რონალდო, თუმცა ხა იქ სხვადასხვა მესი და რონალდო ეს არის ერთი მარადონა როად გაყო რა, ესე ვთქვათ, ამის რაღაცა სინთეზია, ეს ამ ორი ადამიანის სინთეზით მიიღებ ერთ მარადონას. მესი არის მარადონა, რომელიც ბარსელონაში დარჩა. ესე ვთქვათ რა. ის კი წავიდა დრო სხვა იყო, უხეში იყო. მარადონას შეფასება ხო ფეხბურთის
ხო და მე არ მომეწონა ამარო როგორც პოლიტიკურ სუბიექტზე ესე ინფანტილურად მოიხსენია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხა ის სერიოზულად, ეხა მისი მემარცხენე არა, ბიჭო, სერიოზულად რა ეხლა პოზიციის არა. წარმოება და ის რომ მას რაიმე მანიფესტები დაეწერა, მაგაზე ხო არ ვსაუბრობთ. აბა რაზეა? ის იყო პოლიტიკურად სწორი ვექტორის მატარებელი. ეკეთებდა თელს მემარცხენეობას. აბსოლუტურად. თუმცა ის უკვე იმიტომ რომ უყურე თუნდაც ინგლისთან გატანილ, ხელით გატანილ გოლს როგორც ხსნის ის რა გამართლებასაც პოულობს ამაში, მორალურ გამართლებას, რომ ეს იყო რეალურად ჩვენ სახში ყავდა ჯარისკაცები, რომელიც ბრიტანულ კოლონიალიზმისგან იყვნენ დაჭრილები და ჩვენ რა თქმა უნდა ეს ფიქრი გქონდა არა ეს გვიანდელი. რუქს უკან. ის ხო ესე ამართლებს. არა, მაგრამ ისპანეთ იძახა, არა, მე უკეთეს გამართლებას გეტყვი. ეს თავის თავში მოიძიეს რომ მე რო ავხდე ფურცო ვერ წვდებოდი, ხელი ამანამაწევინა. მე რო ჩემთვის ეს იგივე ბრძოლის გამეორება. არა, ეს ისულელი ხა იმ მომენტში. და ნუ მერკოსურიც არის ილუსტრაციას საკეთებს თავის ნოუპლში. ტეჩერს როცა ემატავება მარადონა ის ხო და ეს არის ეს გვიანდელი რეფლექსია, არა, იმ მომენტში ცხადია პატარა მეტრა 60 სიმაღლის ადამიანმა, რომელიც ძალიან სწორი მოძრაობაში ასვლა. სიმაღლე დააკლა და ხელი მიახმარა. სწორი მოფიქრება. თოდრო მაგალი ყოფილიყო თავით გაიტანა პრობლემა. არ არის. მაგრამ ის იძახის უფრო მარტივ რაღაცას. თქვენ ანუ იმ თავის ჰეითერებს, როგორც გადაცემის დასაწყისში აღნიშნე, ისე უნებოდა რომ თქვენ უბრალოდ კონცეპტუალურ აცდენაში ხართ. რაზე ვლაპარაკობთ? ეს არის ფეხბურთი. ფეხბურთი ეს არის მოტყუების ხელოვნება. მთელი თამაში არის აგებული მოტყუებაზე, უბრალოდ შენ წინ ოპონენტი უნდა მოატყუო. ეს არის ამ იმის არსი. და მე ის გამივიდა, გავხედე მსარს, ვერ დაინახა და გავაგრძელე ზეიმი. რას თავარია, ეს არის ალბათ სულად გენიალური მომენტი, ორი ყველაზე სამყაროს თავარი გოლი ეს მოკდა ერთ მატჩში გაიტანა ის. იმით ნაჩვენა რომ იმ გოლს ის იმსახურებდა. ეს რო ყოფილიყო ის ერთი გოლი, როგორც თქვა, ინგლისს თვითონ გაუტანია და ჩაუთვლიათ ხო მისთვის. სხვა რაღაცა იქნებოდა, მაგრამ იქ შეიქმნა ეს ისტორია და დაიწერა, მაგრამ ეს ადამიანი ცხადია რომ მეგობრობდა ყველა იმ ადამიანთან თავისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, სადაც გაიზარდა, რასაც ემსახურა. ეხა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ნაპოლი მაინც და მაინც მისი შეგენებული არჩევანი იყო. თუმცა ესე მოხდა მის ცხოვრებაში, ესე მოუწია იმ ბარსელონიდან იქ გადასვლა, მაგრამ მას უყვარდა ეს ადამიანები და ბევრი ფაქტი არსებობს რა. ჩვენ შეგვიძლია ახლა გავუშვათ, აი თუ შეიძლება გავუშვით. არა. That's a poor clearance. Maradona with აი, ხდება თავით და ვერ წდება ამ თავს და ხა. Maradona celebrating and the დახედა მსაჯი, გესმის, მსაჯი ვერ ხდება. short and furious and so is ყველამ დაინახა თქო. დაინახეს ამათმა და მეკარემ ასთავარეს ის გადაახტა თავს. definitely looks like handball but the goal stands. ხო. აი მეორე გავუშვით. და ნეიტრალური ინგლისურენოვანი კომენტატორი. თავარი, აი მისტერია ეს არის, როცა უგო მორალესის კომენტარი ადევს აი ამ გოლს. ეს არის უკვე ეს არის შედევრი. ეს არის რაღაც უთნახევრიანი მთელი თავისი გამეორებით და იმ ექსტაზით რაც ვარდება ეს სამყარო და იქ არის მოქცეული სწორედ ის მუხტი რაც აჯადოებდა ადამიანებს რა. ნონ პოეზია. პოეზია, ხო, ლექს ამბობს ეს. პათეტიური პოეზია. ამბობს და ის სეულის ეკვილიბრისტიკით ამბობს ლექს. თუ ადამიანს აი ამის ნახვისას მოსმენისას ჟრუანტელი არ უვლის და წრემლი ადაგება, იმას ეს არც იმ დროში არ უცხოვრია, არც ეს სპორტი არ უყვარს და საერთოდ არ ისმის საერთოდ ადამიანს, იმიტომ რომ ამის მიღვა მთელი ფილოსოფია. მაგალითად, ამ თამაში აი ზუსტად ესეთი ზოლებიანი მაისური რა ინგლისელებს თეთრები ეცვათ და ამას ვერ ჩაიცვევდნენ და არ ქონდათ სხვა, ჯერ კიდე გაჭირვებული დროა. და ეს რაღაცა ლურჯი ისინი ნახეს რაღაცა მაისურებისაც მაღაზიაში იყიდეს, დააწერეს, მე ამოკერეს. სხვა შორის ინგლისში ინახება მუზეუმში ის მაისური, რომელიც ამ გოლის დროს ეცვა და თვითონ დიეგომ აირჩია რომ მოდი აი ეს ჩავიცვათო რა, მაშინ ეცვათ ეს მაისურები და ბევრი ისეთი რამ ხდება. ხტები რომ ეს უნდა გესმოდეს შენ, თუ გაინტერესებს ეს სპორტის სიღრმისეულად და არ ეს ზედაპირულად და ის ჯობია თუ ეს ჯობია, აი ამ დონეზე რო გადის რა, ის ჯობია თუ ის ჯობია. საერთოდ არ გესმის იმის მიღმა რა კონტექსტია, რა დრო არის. ეს საერთოდ სხვა რაღაცა, აი კიდე ერთ ისტორიას გავიხსენებ პირველი ჩემპიონატზე ხო, შეეძლო არგენტინას გამختارიყო რა ჩემპიონი, ურუგვაი და არგენტინა შეხვდნენ 1930 წელს და წარმოვიდგინეთ რა დონის დეფიციტი იყო რომ ერთი ბურთი იყო, ესე კი არა გადავარდება, გადმოგიგდებენ.
და შეთანხმდნენ რომ თვითონ მაშინ პირველ მატჩს პირველ ტაიმს არგენტინა იგებდა და მე კარით შეიცვალა და ბურთით შეიცვალა ურუგვაელების ბურთით ითამაშა პირველი ტაიმი იყო არგენტინელების ბურთით მეორე ტაიმი ურუგვაელების ბურთით და ის მაშინდელი ბურთი ახლა ვინც იცის ეს რა იყო რთული რაღაცა იყო იმათ მეტი გამოცდილება ქონდა თავის ბურთით თამაშის დიდი მადლობა რომ მოგზანდი ძალიან ის ეპოქა დიდი ხანია დამთავრდა მაგრამ ეს დღე გუშინდელი ბევრი რაღაცაზე რეფლექსიის და საუბრის საშუალებას იძლევა. ტელემაყურებლებს. ჩვენ ტელემაყურებლებს და ჩემი აზრით ადამიანებს რომელსაც მე პატივს ვცემ, გჭირდები სხვა დიდი საქმეებისთვის და წვრილმანებისთვის და რაღაცა ზღივებისთვის არ გვემეტები რა და ეს არის ჩემი ასე ვთქვათ მოსაზრება. გეთახმებით. ხმა პატივის ვცემით. ამიტომ დაიკიდე რა. რაღაცები უნდა დაიკიდო. ეგრეა რა, იმიტომ რომ საჭიროა. დიდი მადლობა იმისთვის რომ გვიყურეთ მეგობრებო. მაინც გამარგულად ცუდი არ იქნება რა საჭიროს. აი მაგოდ ვაკვები ყველაფერში კურავ. პრობლემა არ არის. კაი, მოკლედ ეს საფეხბურთო ტრანსფერები შეგვიძლია გავაკეთოთ. აუცილებლად ძალიან საინტერესო იქნება და რაღაცა ნახოთ ახლა ჩვენი ძმაკაცი რას აკეთებს იქ. ჩემთვის პასუხი მისაღები. ის არა, იქ ჩვენი ძმაკაცი. ის კი. დიდი მადლობა რომ გიყურეთ. ხვალ არ იქნება. ორ შაბათს შევხვდებით. ეს გადაცემა, სამი დაკო ხვალ იქნება დიდი გადაცემა. რამე სიუჟეტს არ დაანონსებ? რა ხდება? ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი მხილება TV პირველის, რაღაცა კონკრეტული მხილებებში, როგორც ჩანს, დავიზარეთ ცოტა. მაგრამ ხვალ კაი დაშხოშიან ესე იგი რატო პაექრებიო ვიღაცებს თელი ტელევიზია აწყობილი გაქვთ ჩვენთან არ არის ეგეთი ფორმატები რა აწყობილი გაქვთ მუდმივ დებატზე რა დებატზე არა მუდმივ გადაძახილზე და ნიშნის მოგი ჩვენ ვედებატებით რა ერთ-ერთ თავარ მიშას პროპაგანდისტ მედია საშუალებას და შენ გამოგიდა დებატებო ზღივებს წყილაჭიანჭველას ჩვენ სპანაირი ისა გვაქვს რა არა ჩვენ კონკრეტულად ჩვენ ხომ მამხილებელი სიუჟეტები გვაქვს ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთ და ცოტა ამ არჩევნების გამო რაღაცეების გამო კონვერზია აღარ გქონდა ეს და მიშიზმის ვაქცინა ხო რა მიშიზმის ვირუსის და ეხლა გვაქვს კარგი სიუჟეტი TV პირველს რომ გონია მარც გონია უკვე თავი რაღაცა სტანდარტის დამცველად გადაასწრო თავარს ხვალამდე მეგობრებო ნახვამდის მადლობა